დედამიწაზე თითქმის აღარ დარჩა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. ოდესღაც ყველაზე იდუმალი და იზოლირებული ადგილებიც კი დღეისათვის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცეული, რომლებსაც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა ამ ადგილებს შორის არსებობს ერთი იშვიათი გამონაკლისიც. როდესაც მზე კიკაჰას წყნარ სანაპიროზე ჩადის, ჰორიზონტზე შორეული ფიგურა ჩნდება. მაღალი, მკრთალი კონტური ნისლში თითქმის შეუმჩნეველია. ჰავაის კუნძულების მოსახლეობისთვის ეს ნიჰაუს სანახავად ერთადერთი გზაა. კუნძული, რომელიც შორიდან ტროპიკულ სამოთხეს გავს, ადამიანებისთვის ხელმიუწვდომელია. ნიჰაუ ჰავაის ყველაზე პატარა დასახლებული კუნძულია. კუნძულის ფართობი 180 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 25 კილომეტრს შეადგენს. მაგრამ კუნძულს ჰავაის სხვა კუნძულებიდან არა მცირე ზომა, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების არაჩვეულებრივი ისტორია და მათი უნიკალური ცხოვრების წესი გამოარჩევს. ყველაფერი კი შოტლანდიაში 1800 წელს დაიწყო. გლაზგოში გოგონა სახელად ელიზაბეტი დაიბადა. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანი წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე კუნძულის ბედს სამუდამოდ შეცვლიდა. 24 წლის ასაკში გოგონა გემის კაპიტანზე, ფრენსის სინკლერზე დაქორწინდა. მათი ოჯახი სწრაფად გაიზარდა. 1851 წლისთვის მათ 6 შვილი ჰყავდათ. ამიტომაც მათ უკეთესი ცხოვრების საძიებლად ახალ ზელანდიაში საცხოვრებლად გადასვლა ირჩიეს. ისინი მცირე სოფელში დასახლდნენ, სადაც მათ ფერმის აშენება და სტაბილური ცხოვრების შექმნა შეძლეს. თუმცა 1856 წელს ტრაგედია დატრიალდა. ფრენსისი და მისი უფროსი შვილი ზღვაში გაუჩინარდნენ. ელიზაბეტი უცხო ქვეყანაში 5 შვილით მარტო დარჩა. გაჭირვების მიუხედავად, მან წარმოუდგენელი ძალა და მონდომება გამოავლინა. ის მრავალი წლის განმავლობაში ფერმას ხელმძღვანელობდა და იმდენი ფულიც დააგროვა, რომ საკუთარი გემი ეყიდა, რომელსაც მოგვიანებით ბესი დაარქვა. ამ დროს სინკლერების დიდი ოჯახი უკვე 35 ადამიანისგან შედგებოდა. ასეთ დიდ ოჯახს მეტი მიწა და ახალი შესაძლებლობები სჭირდებოდა. ამიტომაც ელიზაბეტმა კიდევ ერთი სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. ოჯახი ახალი ცხოვრების საძებნელად სხვა ადგილას უნდა წასულიყო. ხალი თავდაპირველად კალიფორნიაში გამგზავრებას ფიქრობდა, თუმცა მას მეგობარმა ურჩია, რომ ის სენდვიჩის კუნძულებზე წასულიყო, იმ ადგილას, რომელსაც ახლა ჩვენ ჰავაის უწოდებთ. თავიდან ეს იდეა უცნაური ჩანდა, მაგრამ მალევე ელიზაბეტმა გადაწყვეტილება მიიღო. 1863 წლის 17 სექტემბერს 63 წლის ელიზაბეტი ოჯახთან ერთად ჰონოლულუში ჩავიდა. მისი ასაკის ადამიანისთვის იმ დროს ეს წარმოუდგენლად რთული მოგზაურობა იყო. ელიზაბეტს ჰავაი მაშინვე შეუყვარდა. ისმა კლიმატმა, პეიზაჟმა და კულტურამ ხალზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მალევე მან ჰავაის მმართველი კამეჰამეჰა მეოთხე გაიცნო. მისი ძალისა და ამბიციის დანახვისას მეფემ ქალს ერთ-ერთი კუნძულის ყიდვა შესთავაზა. თუმცა მას არ უთქვამს, რომ ამ კუნძულს თან სერიოზული სირთულეები მოჰყვებოდა. საბოლოოდ ელიზაბეტმა ნიჰაუს კუნძული $10,000 შეიძინა. იმ დროისთვის ეს მნიშვნელოვანი თანხა იყო, მაგრამ გარიგების დასრულებამდე მეფეს ერთი თხოვნა ჰქონდა. მან იცოდა, რომ ერთ დღეს ჰავაის მოსახლეობა ძალისა და იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. როდესაც ეს დღე დადგებოდა, ელიზაბეტს კუნძულის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. ამ შეთანხმებიდან მალევე მეფე გარდაიცვალა, თუმცა გარიგება მისმა ძმამ დაასრულა. კუნძულის მკვიდრ მოსახლეობას დარჩენა შეეძლო, მაგრამ ამ მომენტიდან სხვა ნებისმიერ ადამიანს ნიჰაუზე გადასვლა მკაცრად აეკრძალა. ამ გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად კუნძულის მომავალიც განსაზღვრა. ასე გადავიდა ნიჰაუს სინკლერების ოჯახის, ხოლო მოგვიანებით მათი შთამომავლების რობინსონების ოჯახის ხელში. ისინი კუნძულს 150-ზე მეტი წლის განმავლობაში ფლობდნენ და მასზე უნიკალური ცხოვრების შენარჩუნებას მუდმივად ახერხებდნენ. სინკლერებმა კუნძულზე თავდაპირველად სახლი ააშენეს. ისინი მუდმივად ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებისა და ადათ-წესების წინააღმდეგ არასდროს დასულიყვნენ. ამის სანაცვლოდ ადგილობრივები ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ. დროთა განმავლობაში ელიზაბეტი კუნძულის მოსახლეობისთვის ერთგვარ რჩეულ ბელადადაც კი აღიარეს, რაც სრულიად უცხო ქვეყნიდან მოსული ადამიანისთვის წარმოუდგენელ პრივილეგიას ნიშნავდა. თუმცა კუნძულის ყიდვიდან პირველივე წელს მოულოდნელი სიმართლე გამოვლინდა. როდესაც ნიჰაუს სინკლერებმა პირველად ნახეს, ის მწვანე, ნაყოფიერი და სიცოცხლით სავსე ჩანდა. თუმცა ეს შთაბეჭდილება რეალობისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მსგავსი პირობები ორი უჩვეულო წვიმიანი წლით იყო გამოწვეული. სინამდვილეში ნიჰაუ კაუაის წვიმის ჩრდილში მდებარეობს. ამიტომაც ის ხანგრძლივ და ძლიერ გვალვებს ხშირად განიცდის. ზოგჯერ ეს გვალვები იმდენად ხშირად გრძელდებოდა და იმდენად სერიოზული იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კუნძულს თვეების ან წლების განმავლობაში ტოვებდა. ნიჰაუს ისტორიაში გვხვდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ეს დრამატული ეპიზოდი მოგვიანებით ნიჰაუს ინციდენტის სახელით გახდა ცნობილი. ამ მოვლენამ ამერიკის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო გადაწყვეტილების მიღებასაც ხელი შეუწყო. ომის დროს მათ 100,000-ზე მეტი იაპონელი ამერიკელი სპეციალურ ბანაკებში გაგზავნეს. 10 წლეულების შემდეგ
რონალდ რეიგანმა ამ უსამართლო გადაწყვეტილებისთვის ბოდიში ოფიციალურად მოიხადა. დღეისათვის ნიჰაუ სინკლერების ოჯახის შთამომავლების საკუთრებაში რჩება. ისინი აგრძელებენ იმავე ფილოსოფიის დაცვას, რომელიც საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა. დაიცავით კუნძული, დახურეთ იგი გარეშე პირებისთვის და თავიდან აიცილეთ ზედმეტი გარეგანი გავლენა. ამის გამო ნიჰაუ დროის კაფსულას გავს. სწორედ ასეთი იქნებოდა ჰავაის სხვა დანარჩენი კუნძულებიც იმ შემთხვევაში, თუ მათი მაცხოვრებლების საქმიანობაში გარეშე პირები არ ჩაერეოდნენ. ახლა კუნძულზე დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჰავაის სხვა კუნძულებზე თავისუფლად მოგზაურობენ, კუნძული უცხო ადამიანებისთვის კვლავ დახურულია. ნიჰაუზე სპეციალური ნებართვის გარეშე მაღალი თანამდებობის პირებსაც კი, მათ შორის ჰავაის გუბერნატორს, შესვლის უფლება არ აქვს. იქ მხოლოდ ერთი მთავარი დასახლებაა. კუნძულზე ცხოვრება მარტივი და ბუნებასთან მჭიდროდ დაკავშირებული რჩება. სოფლის მაცხოვრებლები თევზაობენ, ნადირობენ და ტრადიციულ ნიჟარებისგან დამზადებულ სამკაულებსაც ქმნიან, რომლებიც მთელ ჰავაიზე ძვირად ფასობს. კუნძულზე ვერ ნახავთ მოასფალტებულ გზებს, სუპერმარკეტებსა და სასტუმროებს. ელექტროენერგია მთლიანად მზის ენერგიით გამომუშავდება, ხოლო თანამედროვე ინფრასტრუქტურა უკიდურესად შეზღუდულია. ნიჰაუზე ალკოჰოლი და თამბაქო კვლავ აკრძალულია, რაც კუნძულის მკაცრი სოციალური წესების შენარჩუნებას ხელს უწყობს. აქ ნახავთ მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა სკოლასაც. სამედიცინო დახმარებისთვის მაცხოვრებლებს კაუაიზე მცირე ზომის თვითმფრინავით ჩასვლა უწევთ. კუნძულის მუდმივ იზოლაციას ხელს მისი ამერიკის საზღვაო ძალებთან თანამშრომლობაც უწყობს. ნიჰაუს უმაღლეს წერტილში სპეციალური სამხედრო დანადგარებია განთავსებული. ამ შეზღუდვების მიუხედავად, ნიჰაუ ცნობის მოყარე ადამიანების ყურადღებას მუდმივად იპყრობს. კუნძულის მახლობლად ტურისტები ნავებით ხშირად მოძრაობენ. 1987 წლიდან რობინსონების ოჯახმა ვერტმფრენით შეზღუდული ტურებიც დაუშვა. ეს მკაცრად კონტროლირებადი ვიზიტები მხოლოდ სოფლიდან შორს მდებარე შორეულ სანაპიროზე ტარდება, რაც ტურისტებს საშუალებას აძლევს კუნძული მოსახლეობის ცხოვრების წესის დარღვევის გარეშე დაათვალიერონ. ბუნებრივია, ასეთმა საიდუმლოებამ მრავალი ჭორი და მცდარი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ რობინსონების ოჯახი ადგილობრივ მოსახლეობას კუნძულზე საკუთარი ნების საწინააღმდეგო დაცხოვრებს, თუმცა სინამდვილეში ნიჰაუს უამრავი მკვიდრი კუნძულებზე თავისუფლად მოგზაურობს. ისინი სახლში მაშინ ბრუნდებიან, როდესაც თავად სურთ. როგორც ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა თქვა, აქ ცხოვრება კარგია, რადგანაც კუნძული შვიდი და უსაფრთხოა. ნიჰაუზე ყველაფერია, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება. დღეისათვის კი სულ ეს იყო. იცხოვრებდით თუ არა მსგავს იზოლირებულ კუნძულზე? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რადგანაც თქვენი აქტიურობა არხის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.